ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას და დაიწყება ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რუბრიკა ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული მონაკვეთი გადაცემის რუბრიკა, რომელსაც წაუძღვება ნათია შათილიშვილი. ნათია, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად ტრადიციისამებრ ძალიან საინტერესო სტუმრებით, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მადლობა, მინდა გადავხადო ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და მინდა მადლობა გადავხადო ასე ჩვენს სტუმრებს, ლიდერ ქალთა საზოგადოების ულამაზეს ქალბატონებს, ქალბატონ ქრისტინე ხუნდაძეს და თათული ნათია თეთრალს. ისინი ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წარმატებული, გამორჩეული და აქტიური ქალბატონები არიან და დღესაც ჩვენ წინა გადაცემებში ყავდა ქალბატონი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კარგი გაგებით, რომ ის არის, ასე ვთქვათ, ავეჯის სფეროში მომუშავე ბიზნესმენი მეწარმე ქალბატონი და დღეს იგივე მიმართულებით ყავს ქალბატონი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს აჟიოტაჟს, იმიტომ ვახსენებ, რომ მაშინაც ხაზგასმით თქვი, რომ ქალბატონებისთვის ცოტა რთულია მეთქი ჩემი გადასახედიდან ქალმა აწარმოეს ბიზნესი იმ თვალთახედვით, რასაც ქვია ავეჯი. ეს არ არის, აი ქრისტის შემთხვევაში გაცილებით კარგად გვაქვს საქმე, ანუ ნაზი მშვიდი წყნარი ქალბატონი, თუმცა ნებისმიერი ბიზნესი და სამეწარმოო საქმე არის აპასუხისმგებლო და ბიზნესია და ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია ცხადია, მაგრამ ყვავილების მაღაზია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად გამოჭრილია ქალბატონებისთვის და მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ სფეროს მოვიცავდი, რომ მქონდეს შესაძლებლობა, მაგრამ აი რადიკალურად განსხვავებული სტუმრები მოვიწვიეთ დღეს, მხოლოდ ის ქონდა დატვირთვა ამ ორ განსხვავებულ სტუმრის სტუმრობას, რომ რადიკალურად განსხვავებული სფეროა, მაგრამ ორივე მიმართულება არის ბიზნესი, ხო? და მივდივართ ეკონომიკამდე, ქვეყნის სასიკეთო დაღმავლობისკენ და ასე შემდეგ. და ვერ წარმოვდგენიათ და ბევრი კითხვა დაისვა, უნაზესი ქალბატონები როგორ აწარმოებენ ბიზნეს ავეჯის მიმართულებით და ჩვენ მაშინ მოვისმინეთ და ეხლა სიამოვნებით მოვისმენთ, ვფიქრობ და ჩვენი მაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს თუნდაც ის სამეწარმეო საქმე, რასაც ქვია ავეჯი, დიზაინი, მისი გატანა პროდუქციის იმპორტზე თუ ექსპორტზე ამასთან დაკავშირებით ქალბატონი თათული ნათია თავად გვესაუბრება და მე ვფიქრობ, რომ დღეს საინტერესო შეხვედრა გვექნება, დავაბალანსებთ ესე ავეჯი და ყვავილები. კი ბატონო. გისმენთ ყურადღებით. მოკლედ პირველ რიგში აუცილებლად მინდა აღვნიშნო და უდიდესი მადლობა მოუხადო ქალბატონ ნათიას იმისთვის, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი საქმეები ცოტა უფრო ბევრ ადამიანს გავაცნოთ, მაქსიმალურად ბევრს. ეხლა რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, გატანა, აწყობა რაღაცები ვახსენეთ და მე ცოტა ისე ვიტყვი, ვერ დავიწყებ, რომ რაღაცები ასე ვიდგავდი ფეხს და ისე ვიდგავდით ხო, იმიტომ რომ ეს კომპანია ჩემ ხელაა ზუსტად და ჩემ დაბადებასთან ერთად დაიწყო დედამ და მამამ და მე ცოტა ისე გადმომეცა უკვე. საგვარეულო როგორც მე მახსოვს. მე უკვე ისე გადმომეცა რაღაც აყვავებული და თავის სახელი უკვე ნათქვამი ქონდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დროში ინტერნეტი. დედა და მამა ცოტა სხვა მხრივ მიდიოდნენ. რეკლამა, თუნდაც ის რომ ვარ თქვენთან და რეალიზაციის სფეროს. რეალიზაცია ინტერნეტით თუნდაც ვამარაგებთ მაღაზიებს სრულიად საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისში. მაგრამ აი ეს პატარ-პატარა რეკლამები, თუნდაც ის რომ თქვენთან ვარ, თუნდაც ის რომ ინტერნეტში რაღაცებს ვაკეთებ, კიდევ იმის გარდა რასაც ჩემი მშობლები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო წინ მიდის ჩემი საქმე. ანუ ფართო ასპარეზზე გამოდის ეს მიმართულება, ხო? აი რა მაინც ჩაგეკითხები, რამდენად მარტივია ქალბატონმა მართოს, ან მე მესმის რომ ეს არის საგვარეულო და მე არ მინდოდა რომ დრო წამერთვა თქვენთვის და ამიტომაც არ ჩავღრმავდი, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არის საგვარეულო ბიზნესი, ესე ვთქვათ, რომელიც გადმოგეცა თქვენ სამართავად, ხო? მაგრამ მაინც რამდენად მარტივ, ხო, ჩემთვის მე აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, არ არის ეს ის სფერო, რომელსაც მე ავიღებდი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ვმართავდი. და აი თქვენთვის რამდენად მარტივია ამ საქმის კეთება და
რამდენად თქვენია როგორ ფიქრობთ? მე ცოტა ისე დაუგეგმავად მოხდა, ძალიან დაუგეგმავად 2 დღეში გადაწყდა ზუსტად რომ მე უნდა გადავამებარებინა ყველაფერი დაახლოებით 2 წლის წინ, როცა ზუსტად 1 დღეში გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა ემიგრაციაში წასვლა ჩემს ძმასთან. და მეორე დღიდან დავჯექი და ესე ფიჯექი საწარმოში და ვფიქრობდი რომ აქ რა უნდა გავაკეთო თქვენ, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცები თუმცა შეძელი გემართა ეს ბიზნესი და დღემდე მოსულიყავი, ხო? აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ეხლა მიმდინარეობს ძალიან საინტერესო კვლევები და ალბათ ეს კვლევები რო დაიდება შემდეგ უკვე ამის შესაძლებლობაც გვექნება, მე ვფიქრობ საინტერესო თემა იქნება, აი რაც ქალბატონმა თათული მახსენა, ემიგრანტი მშობლების, შვილების მონაცემები, ისინი რა ზღვარზე არიან რა გზას გადიან და ასე შემდეგ ეს კვლევები მიმდინარეობს და ძალიან მალე უკვე იქნება შემაჯამებელი ინფორმაცია გვექნება და მე დავიტოვებ თქვენგან მივიღებ ნებართვას რომ ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის წევრმა მოგზანდეს და ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არც ისე სახარ თუმცაღა წინასწარ არ მინდა მონაცემებს გავუსწრო, მაგრამ არც ისე სახარ მონაცემები გვაქვს. ქალბატონი თათულის შემთხვევაში გაგვიმართლა და მან აიღო ამ ბიზნესის მართვა საკუთარ თავზე და დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებული ობიექტის ხელმძღვანელია ბიზნესმენი მეწარმე ქალბატონი, რაც ძალიან მახარებს და გადავიდეთ ქალბატონ ქრისტინესთან, სადაც ვფიქრობ რომ გაცილებით ლამაზად არის საქმე, რახან ყვავილებს ეხება, თუმცა ავიჩის არ არის მაინც და მაინც ესთეტიკის გარეშე. არა, ესთეტიკის გარეშე ავიჩი ნამდვილად არა, კი ბატონო, მაგრამ აქ გაცილებით ლამაზად არის, თორე სამართავად ნებისმიერი ბიზნესი თუ იქ შემოსავლების კუთხით თუ გადახდების კუთხით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ არა აქვს ამის მნიშვნელობა. პასუხისმგებლობა კანონი არის კანონი და სამართავად ეხლა ჩემ და სამწუხაროდ ერთ დავამატებ უბრალოდ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ჩვენი ორგანიზაციის წევრები კიდე დამატებით ტრეინინგებს გადიან ამ თემებთან დაკავშირებით. მქონია შემთხვევა უმეტესწილად სტარტაპერებთან დაკავშირებით საუბრობ, ცხადია და არა უკვე წლების მანძილზე რომ მოქმედი ბიზნესმენი ქალბატონები არიან. ჩვენ და სამწუხაროდ არის სტარტაპერებზე მაქვს საუბარი, არიციან რამდენი სამართლებრივი ფორმა შეიძლება კონდეს ორგანიზ ბიზნეს, იყოს თქვათ ინვესტორმა, შეპესე, სააქციო საზოგადოება თუ და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. აი გვაქვს აქვთ შესაძლებლობა ფინანსური, უნდათ რომ შევიდნენ ბაზარზე, აქვთ რაღაც არჩეული მიმართულება რომ აწარმოებენ ამ მიმართულებით ბიზნესს, მაგრამ მთავარი ძალიან ელემენტარული არის იმის ესე ვთქვათ სრული ინფორმაციის ფლობა. აი ძალიან პრიმიტიულს გეტყვით, რით განსხვავდება შეპესე ინვესტორისგან, ინვესტორის აქციო საზოგადოებისგან, ანუ უკვე საფინანსო საგადასახადო თემების მე მესმის რომ ყველა ვერ ვიქნებით ბუღალტერი, ადვოკატი, იურისტი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს პროექტი, არავის არ მოძღვრა, ესეც არა, სწორს იძახით. ის არის კი აუცილებლად საბოლოო ჯამში მივდივართ იმ რისკებამდე, რაც ნახეთ, გვინდა არ გვინდა, გამოდის რომ ხვდებით დამნაშავეები, თუმცა შეიძლება ეს იყოს გამოწვეული არცოდნა. ეხლა არცოდნა არის ნათქვამია, მაგრამ როდესაც კანონს ეხება საქმე, აქ უკვე არცოდვა არ ჭრის. ამიტომ ვალდებულება გვაქვს, რომ და ამას ვემსახურება ჩვენი ორგანიზაციაშიც დამატებითი ტრეინინგები მინიმალური, სანამ ავიყვანთ ბუღალტერ თუ ასე შემდეგ, ეს დეტალები აუცილებლად მათ უნდა იცოდნენ და ბოდიში რომ დაგარჩით. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თქვენს გადაცემას. მე გახლავართ ქრისტინე ხუნდაძე, ყვავილების მაღაზია მარიელის დამფუძნებელი და მმართველი. ჩვენი მაღაზია მე-4 წელია ოპერირებს ბაზარზე, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. მინდა გითხრათ, რომ ესე მოკლევადაში მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ უბანში სადაც მე ვცხოვრობ, მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, შემექმნა ესეთი სალონი ყვავილების მაღაზიის
და ჩვენ დავიწყეთ მინიმალური შესაძლებლობებით, მივედით მაქსიმუმამდე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ცნობადია არა მარტო ჩვენს უბანში, არამედ ყავს რაც ნათია მახსენა ონლაინ მომხმარებლები, რაც საშუალებას გვაძლევს ამ კუთხით ქალბატონი ნათია თქვენი დამსახურება და თქვენი წვლილი დიდია. ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ქალბატონი ნათია იქ ჩატარებული ტრენინგები ჩვენ გარკვეული პერიოდის სწავლებებსაც ჩვენი სალონი ატარებდა BDC აკადემიაში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ეს 8 წელი არის ჩემ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცნობადობაზე. გავსულიყავით ისეთ კონტინგენტზე, რაც არ იყო გათვლილი. ჩემ საქმიანობაში, რაც შეეხება ჩვენს სფეროს, კონკურენცია არის ამ ეტაპისთვის ძალიან მაღალი და ქაოსური. ფიქრობ, რომ ეს დაბალანსდება მეტნაკლებად დროთა განმავლობაში და ფიქრობ, რომ ხარისხი გაიმარჯვებს. ჩემი მაღაზია და ჩემი გუნდი ცდილობს, რომ მუდმივად მიაწოდოს ხარისხიანი პროდუქცია ჩვენს მომხმარებლებს. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა კატეგორიას. ყველა კატეგორიის მომხმარებელი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საპასუხისმგებლო. ონლაინ თემას რაც შეეხება, ონლაინ მიწოდება ჩვენ ვაწარმოებთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში. ეს ჩვენს მაღაზიას აძლევს პრიორიტეტს, იმიტომ რომ გვაქვს უკავშირები, რომ გვეუბნებიან მომხმარებლები, რომ ესეთი მოკლე ვადაში, ესეთი მომსახურეობა იშვიათად და ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ღირსება და საამაყო. ვცდილობთ ყველანაირად, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ გვყავდეს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მომხმარებელი, რომელიც იქნება კმაყოფილი. დიდი რეკლამა ამ კუთხით არ ჭირდება, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი იწვევს ბევრ კმაყოფილ პოტენციურ მომხმარებელს. ერთმა ლამაზმა თაიგულმა შეიძლება მოგიტანოთ. კი ბატონო და საბედნიეროდ ესეც ხდება. ნამდვილად ვიღებთ იმ კავშირს, რომ გვიკავშირდებიან მომხმარებლები, რომლებიც კიდევ გამოწვეული არის კმაყოფილი მომხმარებელით და ნელ-ნელა ვითარდებით. გვაქვს მეორე ფილიალიც, გეგმავ კიდევ სხვა ფილიალების გახსნას და მომავალში ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მინდა არა მარტო ფინანსური კეთილდღეობა მოვიპოვო, რა თქმა უნდა, ფინანსებიც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომღაც ყოველთვის ეგრე მქონდა გათვლილი, რომ მინდა რაღაც გარკვეული წვლილი შევიტანო და ასეც ვიქცევი, როდესაც საჭიროა ქველმოქმედებაზეც არ ვამბობ უარს. ჩემი საქმიანობით რაღაც გარკვეული კვალი დატოვოს ჩემმა სახელმა და გვარმა. ამ ყველაფერში ქალბატონი ნათია მეხმარება ძალიან და კიდევ განმეორდები უდიდესი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც აბსოლუტურად გულწრფელად და რა აბსოლუტურად თანადგომით აკეთებთ ჩვენთვის. და მადლობის მეტი არაფერი მეთქვის ნამდვილად. მადლობა ქრისტინეს ნამდვილად ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს და არაერთხელ გვისარგებლია ჩვენ ღონისძიებებზეც კი იმ დიდ ღონისძიებებზე, რომელსაც ლიდერ ქალთა ორგანიზაცია აკეთებს, აწყობს. ქრისტინეს ყვავილებით არიან ჩვენი ქალბატონები განებივრებულები და ყოველთვის ვიცი, რომ ეს არის, ანუ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ, თუ რამდენად კარგი ამაზე თაიგულები გვექნება ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და ზუსტად მინდობილი ვართ ხოლმე და ზუსტად ვიცი რა შედეგსაც დადებს და ამავდროულად რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე სანდრო, როდესაც ჩვენი ქალბატონები არიან დასაქმებულები და ისინი ამა თუ იმ მიმართულებით საქმეს აწარმოებენ, ყოველთვის ქვეცნობიერში მაინტერესებს და მაქვს ხოლმე ესეთი კითხვა და ქრისტინეს შემთხვევაში ეს კარგად ვიცი და თათულის შემთხვევაშიც, რომ მათ ყავთ არა მარტო თვითონ თავად ისინი უზრუნველყოფენ ბიზნესს დამართავენ, არამედ მათ ყავთ დასაქმებული ქალბატონები, კადრების დასაქმება. ეს არის ჩვენთვის დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი თემა, რომ გვერდით გიდგეთ კადრი, თანამშრომლები, რომლებიც თქვენს ხარისხს არამც თუ დაყენებენ ეჭვის ქვეშ, არამედ გაამართლებენ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ მათ ყავთ ძალიან კარგი კადრი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თუ ცოდნის თუ გამოცდილების და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ბიზნესის მიმართულებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კადრი არის კარგი და შესაბამისად ქალბატონები თავის ნაკის ვალდებულებას ასრულებენ და პირნათლად ასრულებენ და ასე ვთქვათ, აქვთ თავიანთი მიზნები დასახული
განხორციელებული. ეს არის სწორედ იმ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ის მისია, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ შექმნის დღიდან დღემდე, ანუ უკვე 15 წელი ამ ასე ვთქვათ პოზიციებს ართმობთ, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი წარმატებული ქალბატონი, წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონი და ასე ვთქვათ ვიწრო წრეში არ შემოვიფარგლებით და ეს ქალბატონები არა მხოლოდ თავიანთ ბიზნეს სფეროს განვითარებაზე თავად ზრუნავენ, თავისთავად ცხადია ეს ვერც გამოვა ასე, არამედ გვერდით უდგათ ის ადამიანები, ის ქალბატონები, რომლებიც აძლიერებენ და იმ ეკოსისტემას ქმნიან დღესდღეობით, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ რაც უფრო მეტ ქალბატონს ვიცნობ და რაც უფრო მეტი ქალბატონი შემოდის ორგანიზაციაში და ხდება ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მით უფრო მეტად მდიდარი ვარ მეთქი ვამბობ ხოლმე, რომ თითქმის არ არის სანდრო მიმართულება და პროფესია საქართველოში ბიზნესის კუთხით გულისხმობ ცხადია, რომელიც არ აქვს ქალს ათვისებული, ქალს ძალიან უგაგვინაწყენდებით ბატონები, მაგრამ ასეა ჩვენ წინა შეხვედრაზეც წინა გადაცემაშიც უბრალოდ ყავდა ქალბატონი, რომელსაც ერთ-ერთი ავტოპარკის მფლობელია და გემახსოვრებათ ალბათ, რომელსაც ათასობით მანქანა ყავს, კი ბატონო და ესეც მამაკაცი საქმეა, მაგრამ არ ვიცი ხა ეს ალბათ ძლიერ ქალებზე მიუთითებს, მამაკაცებისთვის არ არის მომხიბვლელი ძლიერ ქალბატონები, მაგრამ ფაქტის წინაშე ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ თურმე ქალბატონებსაც შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სიტყვა ბიზნესში, ოჯახში, ურთიერთობაში და მე მახარებს ის, რომ ამდენი წარმატებული ბიზნესმენი, ლიდერი ქალბატონი ყავს პირველ რიგში ქვეყანას, საქართველოს და შემდეგ უკვე ჩვენ, ანუ ლიდერ ქალთა საზოგადოებას. კი ბატონო, ნათია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ, ავეჯის მიმართულება, ყვავილების მიმართულება, ეს ძალიან საინტერესო ინდუსტრიები არის. ნათია, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის. გადაცემა მონეტიზაცია უკვე გემშვიდობება თვალამდე, ხვალ დილით ავიღებთ